მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა საზოგადოებრივი ხმა, მე მისი წამყვანი თათია მაჩეიძე გახლავართ. ჩვენი გადაცემა გავა ყოველ ორშაბათს 8 საათზე გვიყურეთ. დღეს ჩემი სტუმარი არის ეროვნული ერთიანობის სათათბირო საბჭოს წევრი ბატონი შმაგი ლურსმანაშვილი და ვილაპარაკებთ აქტუალურ თემაზე, სოციალურ თემებზე გვექნება საუბარი ხშირად ჩემ გადაცემებში. უყურეთ ხოლმე საინტერესო სტუმრები გვეყოლებიან და ბატონო შმაგი მოგესალმებით, მიხარია ჩემ გადაცემაში მონაწილეობას რომ მიღებთ. საინტერესოა, აი ახლა მიმდინარე ბოლო მოვლენები, ანუ ხალხს რა საწუხებს, რა ყველაზე მეტად ეს არის გაზრდილი ფასები. ანუ სოციალური პოლიტიკა ქვეყანაში, როგორ ანუ ეს ფასების გაზრდა, როგორ აზრი არის დამოკიდებული, აი ეს საინტერესებს ადამიანებს და იქნება აი კარგად აგვიხსნათ თქვენ თან პროფესიონალი ხართ და საინტერესო იქნება თქვენი მოსაზრება ჩვენთვის. გამარჯობათ ბატონო, ქალბატონო თათია, გამარჯობათ პატრიოტული მაყურებლებმა, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო და ძალიან მტკივნეულია და საჭიროა საკითხი არის დღევანდელი სოციალური პოლიტიკა საქართველოში. მთლიანად ერთი თუ ავიღეთ მთლიანად სოციალური პოლიტიკა. სოციალური პოლიტიკა სახელმწიფო სოციალური პოლიტიკას განსაზღვრავს, როგორც ვიცით, როგორც ცნობილია, საერთო სოციალური გადახდები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, ეს არის პენსიები, ეს არის სხვადასხვა სოციალური გადასახადები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ეს არის მედიკამენტების, ჯანმრთელობის დაცვა, ფასების საერთო კონტროლი, ინფლაციის კურსი და ასე შემდეგ. აი ეს მთლიანად სოციალური საკითხები არის ერთობლიობაში ის მონაცემები და ის ციფრები, რომელიც საზოგადოებაში და სახელმწიფოში აყალიბებს საერთო ფონს, რომელიც შემდეგ ასე თუ ისე გვდიდება საზოგადოებაში და შესაბამისი ესე იგი შემდეგ ხდება შეფასებები. დღევანდელი საქართველოში ახლა ბოლო ამისათვის სოციალური მდგომარეობის შესასწავლად არის სპეციალური მეთოდოლოგია, რომელიც ამას განსაზღვრავს და რომელსაც ყველა სახელმწიფო ასე თუ ისე თავის ქმედებებში ახორციელებს. პირველ რიგში ეს არის ინფლაციის დონე. ინფლაციის დონე განსაზღვრავს ფასების ზრდას საბაზისო მყიდველურობის დარგებისთან შესაბამისად. და ამის ციფრებისა და სოციალური ფონის და ეკონომიკის დონის განსაზღვრავს ჩვენთან ახორციელებს საერთო ჯამში საქართველოს სტატისტიკური სამმართველოს, ეგრეთ წოდებული საქსტატი, რომელიც ყოველთვიურად, ყოველ კვარტალურად და ყოველწლიურად ესე იგი სწავლობს ამას და შემდეგ თავის მონაცემებს ჩვენ გვიზიარებს. ახლახან გამოქვეყნდა საქსტატის მონაცემები საქართველოში ინფლაციის დონესა და ფასების ზრდასთან დაკავშირებით. ნუ თქვენ ახლა ეგ ბევრი არის მონაცემები, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ იქ საქსტატის მონაცემებში საიტზე ყველაფერს ამას გაიცნოთ კონკრეტულად, მაგრამ საერთო მაჩვენებლები ასეთია. ინფლაციის დონე მაისში იყო 5.7%. ინფლაციის დონე. ამის ეს ინფლაციის ეს ციფრები განაპირობა სასურსათო სურსათზე, სასურსათო პროდუქტებზე ზრდამ, რომელიც შეადგინა 5.2%. შემდეგ საწვავის ზრდა, რომელიც ჩადებული არის ყველა პროდუქციის ხარჯებში, თვითღირებულებაში, შეადგინა 22% მაისის თვეში. ხილის, ხორცის და ასე შემდეგ სხვადასხვა პროდუქტების ფასის ზრდამ შეადგინა 10%. სადღაც 11% არის მედიკამენტების ფასების ზრდა და ასე შემდეგ. და ეს მოსახლეობაში ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია, თქვენ მოგეხსენებათ, რომ ასეთი დიდი ზრდა და რომელსაც შემდეგ ხელფასების და პენსიების, ესე იგი და ოჯახის შემოსავალი ამას ვერ აკმაყოფილებს, ძალიან დიდ პრობლემურ და ესეთი უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში. კიდევ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კომუნალური გადასახადებით საერთო ჯამში სადღაც 10% არის გაზრდილი, ეს არის წყალი, დენი, აბუნებრივი გაზი და აერი და ასე შემდეგ და ამიტომ დასუფთავება და ესე სადღაც 10% არის კიდევ გაზრდილი. ამიტომ ჩვენთან მოსახლეობამ
ეს დიდი უკმაყოფილება არის ახლა ამაში, რომ ჩვენთან ესე იგი ფასების ზრდა და ოჯახის შემოსავალი არ ემთხვევა ერთმანეთს და ძალიან დიდი ესე იგი პრობლემის ქვეშ არიან ოჯახები. ამას ემატება კიდევ გაზრდილი საბანკო ხარჯები. ჩვენ უნდა ბანკების კრედიტების მომსახურება. ძალიან ბევრი აქვს კრედიტი და კრედიტს თითქმის მთელი საქართველოს მოსახლეობა არის კრედიტში, ესე იგი ფიზიკური ესე იგი მოსახლეობის ფიზიკური პირებიდან დაწყებული, იურიდიული პირებიდან დაწყებული კომპანიები, ყველაფერი ეს არის საბანკო კრედიტების ქვეშ და ყველა ეს მთლიანად აი ასეთი სურათი გვაძლევს იმის ესე იგი რომ მოსახლეობა არის უკვე უკმაყოფილება იზრდება. იმიტომ რომ აი ქუჩის გამოკითხვებით რო ტარდება ხოლმე. დიახ, ორგანიზაციაში შემოდის მოსახლეობა, ყველა ესე იგი რომ გამოკითხვაც რომ ჩაატაროთ, არა, ყველა გამოკითხვები რომელიც ტარდება, ჩვენს ორგანიზაციაშიც კიდევ მოსახლეობა შემოდის, იმიტომ რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება არის ამის და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ აი თქვენ ახსენეთ რა უნდა დიახ, აი სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს, რომ აი ამ პრობლემიდან აი თუ ხედავთ თუ სახელმწიფო ცდილობს საერთოდ. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ამ ბოლო 6 თვის მანძილზე ჩვენ ესე იგი ჩვენმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა მიხვდნენ, რომ ეს პრობლემა არსებობს სახელმწიფოში და სადღაც შარშან შემოდგომაზე დაავნოსეს ესე იგი ამ ფასების წარმოქმნის მექანიზმის შესწავლა და სადღაც 6 თვის განმავლობაში იყო შექმნილი სპეციალური საპარლამენტო კომისია, როგორც ვიცით. ბერეკაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც პირდაპირ რეჟიმში მოსახლეობა უყურებდა აი ამ მთავარი ექსპორტიორების, მთავარი მწარმოებლების და ექსპორტიორების საწვავის, მედიკამენტების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტიორების ესე იგი როგორი მექანიზმი არის ფასწარმოქმნის. აი ამას ესენი საჯაროდ ამბობდნენ და ეს ყველაფერი გახდა ცნობილი, როგორი ესე იგი როგორ იმართება საერთოდ ფასები ამ კომპანიების მიმართ. ესე იგი როგორ წარმოიქმნება ესე დაუშვათ რატომ დღეს 1 ლარი დაუშვათ აბა ესატოვის პროდუქცია თქვა სიმბოლურად და ის რატომ არ ღირს 50 თეთრი ან 2 თეთრი რატომ ღირს 1 ლარი ხომ და ამ კომისიის დასკვნებმა მოსახლეობა იყო ძალიან დიდ თვითონ ის იყო განაცხადი რომ ეს კომისია შეისწავლიდა საკითხს და მიცემდა ისეთ რეკომენდაციას მთავრობას რომ ესე იგი ფასები უკან დაეწია ცოტა მაგრამ ჩვენთან მოხდა რატომღაც პირიქით მოხდა ფასების და აი რომ ვნახეთ მაისშიდაც აი 5 და ესე იგი 2.10 და მარტო პროდუქციებზე გაიესა ჩვენი აზრით ამის მიზეზი არის პირველ რიგში ის რომ ყველა სახელმწიფო ცდილობს ინფლაციის ესე იგი შედეგების გადალახვას ცდილობს რომ პენსიები და ხელფასები განისაზღვროს ესე იგი ხელფასების რაოდენობა განისაზღვროს ზუსტად ჩვენთან ხელფასები საშუალო ხელფასი არის როგორც ცნობილი 1100 ლარი საშუალო ხელფასი მაგრამ ამ საშუალო და ნომინალურ ხელფასს აი 1100 ლარიც რომ თქვათ ესე ძალიან ცოტა არის ქართული დღევანდელი საქართველოს ოჯახებისათვის რომ ბატონო აი ეს ფენა საშუალო ფენა აღარ არსებობს ფაქტიურად ну ეს ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ესე იგი ეს არის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ასე თუ ისე ვერ ატარებს დამოუკიდებლად იმიტომ რომ ჩვენ ვართ საერთოდ ეკონომიკური პოლიტიკა სახელმწიფოში ახლა ჩვენ რომ განსაზღვრით საიდანაც შემდეგ სოციალური პოლიტიკა უკვე აქედან გამომდინარეობს უკვე შესაბამისი სოციალური პოლიტიკა ხო სამწუხაროდ საქართველოს არის წარმოებელი ქვეყანა არა ვართ ჩვენ არ ვაწარმოებთ სამწუხაროდ ჩვენ ისე არის ჩვენ რადგან საქართველოს მოქმედებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით საერთაშორისო ბანკის რეკომენდაციებით მოქმედებს და აი ამით აი მათი
რეკომენდაციები როგორც ხედავთ, როგორც ჩანს, არ არის სტიმულირებული, არ სტიმულირებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, წარმოების შექმნას, ისეთი საწარმოების შექმნას, რომელიც ესე იგი გამოუშვებს დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქციას. აი ასეთი ჩვენთან მორგებული ასეთი საგადასახადო სისტემა მთლიანად და ესე იგი საერთო ეკონომიკური პოლიტიკა არ მზუნველყოფს იმას, რომ შეიქმნას საწარმოები დამატებითი ღირებულებების მქონე პროდუქციის გამოშვებები. და ჩვენ ვიცით, რომ თუ რაც სახელმწიფოში მეტია დამატებითი ღირებულებების მქონე საწარმოების, სახელმწიფო უფრო ვითარდება, უფრო მდიდრდება და ის შესაბამის წარმატებებს აღწევს. მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ეკონომიკურ პირობებში, რომელიც საქართველოში არის, ეს არის როგორ გითხრათ, ისეთი მონეტარული პოლიტიკა მიმდინარეობს საქართველოში, რომ ესე იგი წარმოება როგორც ასეთი არ განვითარდეს. თორემ ჩვენ საქართველოში ჩვენ დღეს ვიქნებოდით, პირიქით რომ იყოს, ჩვენ დღეს საქართველოს ვიქნებოდით დახუნძვრული ფაბრიკა ქარხნებით. ძალიან საწარმოები დროს როგორც იყო საბჭოთა და ძალიან კარგია რომ თქვენ ეს ახსენეთ და მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენ თავრობას და ხელისუფლებას ამით აქვს ხელფეხი შეკრული და იმიტომ რომ აი ეს სოფლიოში აი ეს ცენტრალური ორგანოები რომელიც აი კიდევ ჩვენ ევროკავშირის რეკომენდაციებით კიდევ მოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო ბანკი, რომელიც მოქმედებს სპეციალური ესე იგი დირექტივებით საზღვარგარეთიდან ხელს ვერ უწყობს, რომ შიგნით განვითარდეს ესე იგი საწარმოები და ჩვენი ეკონომიკა. და ამიტომ და კიდევ ერთი მთავარი რაც არის ის რომ ჩვენთან ეკონომიკაში სახელმწიფოს როლი არის ძალიან მიზერული, ძალიან ცოტა, ძალიან პატარა. მთლიანად მთელი საქართველოს ეკონომიკა არის კერძო კაპიტალის და კერძო კომპანიების ხელში. სახელმწიფო კომპანიები არის ძალიან პატარა, ძალიან ცოტა და სახელმწიფო თავისი ესე იგი ამ კომპანიებით სახელმწიფო თავისი იმით ვერ უზრუნველყოფს ესე იგი კონკურენცია გაუკეთოს აი ამ კერძო კომპანიებს ვერ უზრუნველყოფს და ამიტომ კერძო კომპანიებს აქვს ესე იგი მთლიანი კარტ ბლანში ხელში და ისინი თავისებურად ასე იგი მათი პირველი ამოცანა არის, როგორც ვიცით, კერძო კომპანიების და კერძო კაპიტალის ამოცანა არის თავიანთი მოგების პარამეტრების შენარჩუნება, რაც უფრო გაზრდილი პარამეტრების შენარჩუნება და არა საერთო საზოგადო ასე იგი პრობლემებზე ფიქრი. და აი საზოგადო პრობლემებზე უნდა იფიქროს სახელმწიფო. და შესაბამისად სახელმწიფოს ქმედებები აქ უკვე სახელმწიფოს ძალიან ბევრი რიჩაგები აქვს, მექანიზმები აქვს, როგორ აკონტროლოს ესა თუ ის პროცესი. ბატონო შმაგეიპოს საბჭოთა ქვეყნებში არის ესეთი პრობლემები, როგორიც ჩვენთან არის რომელიმე ქვეყანა ესეთ დღეში როგორც ჩვენ ვართ? რა თქმა უნდა, პოსტსაბჭოთა ნუ ყველას აქვს თქვა ეს პრობლემა რა დაუდგათ ჩვენ მქონდა. ჩვენ უნდა ხედულობაში უნდა გქონდეს ის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლით დასავლეთმა პრაქტიკულად პოსტსაბჭოთა სივრცე გადააქცია თავის კოლონიად გადააქცია და კოლონიების ხვედრი რა არის მარტო მოემსახურა ესე იგი იაფი მუშახელი ესე იგი საკუთარი მრეწველობის არ ქონა და იმპორტის ესე იგი იყოს გასაღების ბაზარი, უცხოეთის პროდუქციის შექმნილი პროდუქციის გასაღების ბაზარი და იყოს აქედან ნედლეულის მიმწოდებელი. აი ეს არის კოლონიების ხვედრი და აი მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე ასეთ მდგომარეობაში არის. ზოგიერთმა თავი ასე თუ ისე დაიძვრინა. მაგალითად ბელორუსმა დაიძვრინა თავი აქედან. ყველაფერი აქვს თითქმის. რუსეთი ნელ-ნელა იწყებს აქედან თავის დაძვრენას. ესე იგი რა არის იცით
ჩვენ ახლა კოლონიალიზმი მე რო ვახსენე, იმიტომ ვახსენე, რომ თანამედროვე ნეოკოლონიალიზმი არ არის ისეთი კოლონიალიზმი, როგორც იყო მაგალითად 100 წლის უკან, 200 წლის უკან. მაგრამ თანამედროვე კოლონიალიზმი იმას ისე აკეთებს, ისე არის შეფარებული, ხომ? ისე არის, რომ ეს სხვადასხვა მექანიზმებით უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივი მრეწველობა არ გაიზარდოს. ადგილობრივი წარმოება არ გაიზარდოს. ადგილობრივი შინაგანი პროდუქციის წარმოება არ გაიზარდოს და ან გაიზარდოს ის ესე იგი სფეროები მრეწველობის ის ეკონომიკის სფეროები, რომელიც მას აწყობს, რომელიც მას არ აწყობს. ხო, რომელიც მისთვის არის მომგებიანი და როგორც ითქვა, რომელიც მას აწყობს და მათთვის არის და რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას აწყობს, ესე იგი ადგილობრივი ხელისუფლების ადგილობრივი სახელმწიფოსათვის იქნება მომგებიანი, ეს არის მეორე ხარისხოვანი. ანუ არა ინტერესებს ინტერესები სხვა ქვეყნის, იმ ქვეყნის. რა თქმა უნდა, შინაგანი სხვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები აი მოდის წინააღმდეგობაში და ამიტომ ძალიან ხშირად ესე იგი ხდება ისე რომ ეროვნული ინტერესები უკანა მხარეს გადადის და ესე იგი პირველ მხარზე გამოდის ესე იგი აი ამ დასავლეთის ან უცხო კაპიტალის თქვათ ასე ინტერესები. ხა ეს კითხვაც მინდა დაგისვათ ბატონო შმაგი ხალხი ძალიან აიხა რამდენი ხანია დგანან ხო გაფიცვები მიდის რა ევროკავშირში შესვლა გვინდაო და ყვირიან და ერთ ამბავში არიან აი ამ შემთხვევაში ევროკავშირში ეს ხო ეკონომიკური კავშირია საქართველოს შესვლით თქვათ აი მაშინ როგორი მდგომარეობა გვექნება ჩვენ თქვენი გადმოსახედიდან აი ეკონომიური კუთხით ჯერეთ ეს ხალხი რომელიც იქ დგანან ესენი არ არიან ეს არის ისეთი პოლიტიკური ძალები რომლებიც ისეთი მარგინალური პოლიტიკური ძალები რომლებიც ცდილობდნენ საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობას ეს არის ისეთი პოლიტიკური ძალების მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები და მათი პროპაგანდის ქვეშ მყოფი ხალხი, რომელსაც ხელმძღვანელობენ გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოში, ეგრეთ წოდებული რადიკალური ოპოზიცია. და აი მათი ესე იგი მთავარი როგორ გითხრათ, მათი მთავარი ესე იგი მოთხოვნა კი არ არის ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესება საქართველოში, არამედ საქართველოში კიდევ რაღაც დაპირისპირების ინსპირირება, რომ ქართველები კიდევ ერთმანეთში დაუპირისპირდნენ, ესე იგი 4-ჯერ იყო მცდელობა სამხედრო გადატრიალების, ხო ჩვენ რომ ვიცით და სამხედრო გადატრიალებას რომ კარგი არაფერი მოაქვს საქართველოში, ესეც ვიცით და ამიტომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, უნდა ესე იგი შევთავაზოთ საზოგადო უნდა იყოს შეთანხმება მიღწეული რომ საქართველოში როგორი პოლიტიკური პროცესებიც არ უნდა იყოს, როგორი პოლიტიკური დაპირისპირებებიც არ უნდა იყოს, ხო? ეს განკვირვებული იქნება სხვადასხვა ეკონომიკური, სოციალური თუ გეოპოლიტიკური სხვადასხვა ესე იგი პრობლემები, რომ ეს არ გადაიჭრას, ესე იგი რეაქციული გზებით, სამხედრო გადატრიალების გზებით რომ არ იყოს ეს გადაჭრა. თუ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება ამ ეს ერთნიშნულზე შეთანხმდება, მაშინ შემდეგ შესაძლებელი არის ჯანსაღად განსაზღვრა იმისა, რომ როგორი პოლიტიკა წაიკითხოს, ესე იგი წავიდეს საქართველოში. ვერათ რომ ანუ ევროკავშირში რო გაწევრიანდებიან, ყველაფერი ექნებათ იდეალურად. არავითარ შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირში შესვლის, რომელიც ჩვენ გვაქვს, ჯერეთი ჩვენ ევროკავშირში უკვე არავინ აღარ მიგვიღებს. ეს უკვე გაცხადებული არის. ევროკავშირში ჩვენ არ მიგვიღებენ. კაფიოთ არის გაცხადებული, არც ნატოში მიგვიღებენ, მაგრამ ჩვენს კონსტიტუციაში არის გაწერილი, რომ ჩვენი ესე იგი პოლიტიკური კურსი არის ევროკავშირში გაწევრიანება და ნატოში გაწევრიანება, რომელიც დღევანდელი პირობებში უკვე ნონსენსად გამოიყურება. ეს ნონსენსია. ესე იგი, ეს ხალხი გვეუბნება, რომ უკვე გაწევრიანების შანსი არ არის საქართველოში, ევროკავშირში, გვეუბნებიან, იმიტომ რომ თვითონ ევროკავშირს აქვს თავი დიდი პრობლემები, დიდი გეოპოლიტიკური პრობლემები აქვს თვითონ ევროკავშირს. დღეს ისეთი პრობლემები აქვს, რომელიც გაფართოებას კი არა, უკვე შიგნით არის, უკვე დაპირისპირებები. ამ სახელმწიფო 27 სახელმწიფოს გაერთიანების შორის შიგნით არის ძალიან დიდი დაპირისპირებები სხვადასხვა ამა თუ იმ საკითხზე. და აი ამ უკრაინის უკრაინაში ხომ კიდევ ეს დაპირისპირებები კიდევ უფრო ესე იგი გაამწვავა. უბრალოდ მე რა მინდა იცით რომ ხალხი ილუზიებიდან გამოვიდეს რომ ესე არ არის რომ თქვა ევროკავშირში რომ გაწევრიანდები ყველაფერი ხუთიან. ეს რა თქმა ეს არის პროპაგანდის შედეგი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ევროკავშირში არის მთავარი სახელმწიფოები რომლებიც
ესე იგი მიყავთ ესე რომლებიც არიან ძლიერები. ეს არის გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, მაგრამ ის უკვე ინგლისი, დიდი ბრიტანეთი უკვე გავიდა ევროკავშირიდან, იტალია, ესე იგი შვეიცარია და ჰოლანდია. დანარჩენი სახელმწიფოების ათეული სახელმწიფოები არიან დიდარი სახელმწიფოები, რომლებსაც მიყავთ პარადი, ასე რომ ვთქვათ. დანარჩენი სახელმწიფოები ამ 27 სახელმწიფო 29 სახელმწიფო ახლა ევროკავშირში ხომ არიან ამ სახელმწიფოს მოსამსახურეები არიან ასე რომ ვთქვათ პირდაპირ ისინი ემსახურებიან ამ ათეული ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებს ისინი ამარაგებენ მათ იეფი სამუშაო ესე იგი ძალით მოშახელით რესურსებით ესე იგი და ამიტომ ისინი ემსახურებიან და თვითონ პროგრესი არ აქვს აი ჩვენ უნდა შევხედოთ აი ბალტიისპირეთის სახელმწიფო მაგალითზე, ბულგარეთის მაგალითზე, რუმინეთის მაგალითზე, ყოფილი იუგოსლავიის სახელმწიფოების მაგალითზე. ჩვენ ვერ ვხედავთ რომ ისეთი ესე იგი იქ პირიქით მოსახლეობა შემცირდა, მოსახლეობა მირბის თავიანთი სახელმწიფოდან როგორც ჩვენთან არის ისე და ამიტომ ადგილობრივი წარმოება ყველაფერი ნადგურდება რომელიც იყო ადრე, სანამ ევროკავშირში შევიდოდნენ სახელმწიფოები. ისინი ნადგურდებიან და იმ დიდ, ესე იგი, ტრანსეროვნულ კორპორაციები, რომლებიც ამ დიდი სახელმწიფოების ხელშია, მათი კორპორაციების, ესე იგი, გასაღების ბაზარი ხდება ეს ტერიტორიები. და ამიტომ ეს ილუზია, რომ ჩვენ ევროკავშირში შესვლით, ჩვენ საქართველოს განვითარდება. ბოდიშით ბატონო, აი ჯერათ რომ გრანტებს გამოუშვებენ იმისთვის, რომ წარმოებები შეიქმნას აქ, აუღორძინდეთ. ანუ ხშირად აი ესეთი პოლემიკაში კი ბატონო, აი დაუსვათ უბრალოდ კითხვა. რატომ აინტერესებს მაგალითად გერმანიას? დაუშვათ გერმანია, იტალია ავიღოთ, ხო? იტალია რომელიც არის თქვათ რომელიმე დარგი, ხო, მაგალითად მსუბუქი მრეწველობა, ტანსაცმელი, მოდა, ხო? იტალია. როგორ იქნება იტალიის ხელისუფლება დაინტერესებს იმისათვის, საქართველოში აღორძინდეს მსუბუქი მრეწველობა და ესე იგი მთელი ეს ტანსაცმელის სამკერვალო ესე იგი დარგი. იქნება თუ არა ის დაინტერესება საქართველოში იყოს ეს დარგი. არ იქნება დაინტერესება. არავითარ შემთხვევაში. კიდევ მეორე მეტალურგიის განვითარება. მაგალითად გერმანია და საფრანგეთი, ხო, მეტალურგიას ავითარებენ, ხო? მეტალურგიული წარმოება. არის თუ არა ეს წარმოებული, დაინტერესებული საქართველოში ფუნქციონირებს ნორმალურად რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. არ იქნება და. ეს მისი კონკურენტია. მეორე კიდევ საკითხი, აი სატრანსპორტო, ესე იგი, ახლა ბევრი არის ჩვენთან უკვე ეს იხილება, ეგრეთ წოდებული სატრანსპორტო დერეფანი საქართველოს და ეს, კი ბატონო. არის თუ არა დაინტერესებული მაგალითად ევროკავშირის პორტები, დაუშვათ. აი შავი ზღვის პორტები, აი კონსტანცა ავიღოთ რუმინეთის, რომ ჩვენი პორტი, ფოთის პორტი, ბათუმის პორტი, ან ყულევის პორტი იყოს განვითარებული. არ მოინდომება. არავითარ შემთხვევაში. პირიქით ჩვენ ხედავთ იმას, რომ აი რომ ნახეთ, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის ჩარეული, ესე იგი შინაგანი ეკონომიკაში ყველაფერი არის კერძო კომპანიების ხელში, ჩვენი პორტები არის, ესე იგი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა არის უცხოელების ხელში. დაწყებული აეროპორტები, საზღვაო პორტები ყველანი, ხო? და ესე იგი ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ საქართველოში განვითარდეს ჩვენი პორტი, ფოთისა და ბათუმის პორტი, დაუშვათ. იქ ესეთი ტარიფებია დაწესებული, ტარიფები, რომ ესე იგი არავითარებს, არ უზრუნველყოფს ამ პორტების განვითარებას, სიმდიდრის შექმნას. და ამიტომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე შეუძლებელია აი თბილისის აეროპორტის ნახეთ, ხო? იქ როგორი დიდი საკონკურენტო ფასები არის. ესე იგი სხვადასხვა ტარიფები, სანაგვიეცრო მომსახურება, შიგნით თვითმფრინავის მომსახურება, ძალიან დიდი ტარიფები არის და ამიტომ კომპანიები ცდილობენ რომ ამ გვერდი აუვარონ და სადმე სხვაგან ესე იგი გააფორმონ ხელშეკრულებები, რომ იქ მოამსახურონ თავიანთ ესე იგი. ესე იგი მე ამით რა მინდა რომ ვთქვა. ჩვენი უკვე მომწიფდა ალბათ ის დრო რომ უკვე საქართველოში 30 წელია თავისუფალი კაპიტალი, ესე იგი თავისუფალი კაპიტალი არის პირველ რიგში, მთლიანად სახელმწიფო ემსახურება თავისუფალი კაპიტალის ინტერესებს. აი, კერძო კაპიტალის ინტერესებს. და ესე იგი საზოგადოებაში უკმაყოფილების ნეიტრალიზაციისათვის
და ესე იგი ჯანსაღი გარემოს შექმნისათვის აუცილებელი არის აი გამოსასვლელი გზა არის აქედან რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას თავისი კომპანიები. სახელმწიფო კომპანიები არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში ძალიან მძლავრია. ჩინეთში, რუსეთში, თურქეთში, აი ჩვენ რომ ვნახოთ პატრიოტულ ტელემაგნური, აი პირველი 20-ეული რომ შევხედოთ, ესე იგი ეკონომიკური განვითარებული მძლავრი ქვეყნები და მათი, ესე იგი სახელმწიფო კომპანიების წილი მათ ეკონომიკაში ჩვენ ვნახავთ რომ ყველა ამ 20-ში ისინი 20%, 30-50% დონე არის სახელმწიფო კომპანიები. ან ისეთი კერძო კომპანიები, სადაც სახელმწიფო კომპანიებს აქვს 51% წილი, ან 40%. დაბალანსებულია ძალიან. ესენი ძალიან არის დაბალანსებული და არის ჩამოთვლილი ისეთი სტრატეგიული ობიექტები, ეგრეთ წოდებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ეს არის რკინიგზა, კავშირგაბმულობა, პორტები, ესე იგი აეროპორტები, სასაგრებლო წიაღისეულის რამდენიმე ესე იგი დარგი, მოპოვების დარგი, სატრანსპორტო ესე იგი ინფრასტრუქტურა არის სახელმწიფოს ხელში. ან ისეთი ან სახელმწიფოების კომპანიები არიან მიწილეები. ესე იგი ამით მე რა მინდა ვთქვა? ანუ ეს შეგვიძლია ჩვენც რო გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, თუ ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს ნებას, მაგრამ ჩვენი ხელისუფლება არის ძალიან დიდი კონწნეხის ქვეშ. აი დასავლური ესე იგი სტრუქტურებისგან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არიან და ისინი დღეს არა მარტო ამ ეკონომიკურ მხარეს, არამედ საერთოდ აი ამ გეოპოლიტიკური ბრძოლებისა და ჩვენთან უნდათ მეორე ფრონტის გახსნა, კარგად ცნობილი, ახლაც უნდათ და ამიტომ ეს ყველაფერი ერთობლიობაში გვაძლევს იმას, რომ ჩვენთან არათუ ესე იგი პოლიტიკური მანევრირების ის არის, მაგრამ ეკონომიკა რჩება ძალიან ესე იგი მეორე ასე გამოდის. ესე იგი მთავარი კონცენტრაცია სახელმწიფო ორგანოების არის აი ამ დიდი საფრთხის აცილება რამენაირად. და ამასთან ერთად აქ შინაგანი კაპიტალი უკვე მთლიანად ესე იგი ხალხს უმზადებს მთავრობის საწინააღმდეგოდ, ასე გამოდის. და მაგრამ ამისათვის ახლა რომ იყოს მაგალითად სახელმწიფო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფდა აი ისე ყვადაღებულ მედიკამენტების იმპორტს საქართველოში. ესე როგორც ამბობენ არა, ჩვენ ვიცით რომ ესე იგი 500, 200%, 300, 1000%-ით არის ფასდამატები. ექსპორტი, იმპორტი, ესე იგი იმპორტიორები როგორც აკეთებენ. აი სახელმწიფო კომპანია რომ შეიქმნას, ერთი დიდი, კაცრი, დიდი პროფესიონალობით დაკომპლექტებული, რომელიც მისი ესე იგი მარჟა, რენტაბელობა იქნება სადღაც 5%-ით განსაზღვრული. რომის ხარჯები დაიფაროს რაღაც ორგანიზაციული ხარჯები 5-10% და აი ეს გაუწევს კონკურენციას. აი ამ ერთ-ერთი გამოსავალი გზა ის არის, რომ სახელმწიფო კომპანიები ესე იგი გაუწევენ კონკურენციას ამ კერძო კომპანიებს, რომლებიც 100 და 1000%-ით ამატებენ თავიანთ იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასდამატს და ამით ისინი კონკურენციას გაუწევენ და ისინი ძიძულებული გახდებიან უკვე აი ამ ფასების დაკლებაში ჩაერთვნონ. ასევე ეს ეხება ეს სოფლის სამეურნეო. ძალიან ვართ და მე მიკუსეს რომ აინც დღემდე. ვის მთავრობაშიც ესმით, ეს მესმის, მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის საქართველოს მთავრობა. და პირადად ვიზინა ივანიშვილი ხელმძღვანელობით, ხომ? ძალიან დიდი წნეხის ქვეშ არის და აი ამ ლავირების დროს ერთი დაუთმო მეორეს, ხომ? აი ასეთ პროცესში არის ჩვენი მთავრობა და ამიტომ ეს მაგრამ უკვე ისე დგება დრო, რომ უკვე აი ამ ეკონომიკურ საკითხებზე რომელიც არის საწინდარი, რომელიც შემდეგ არის და რა თქმა უნდა ეკონომიკური ესე იგი პოლიტიკის გადახედვა, რომელიც იქნება შემდეგ საწინდარი სოციალური პრობლემების გაჯანსაღებისათვის, აი ამისათვის უკვე მე მგონი ჩვენი სახელმწიფო უკვე არის მზად და სახელმწიფო კომპანიები შეიქმნას, რომელიც იქნება ესე იგი რომელიც ხელშიც იქნება პორტები, რომლის ხელშიც იქნება აეროპორტები, აი კრიტიკული ინფრასტრუქტურა მთლიანად, იმპორტი ამ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის, მედიკამენტების და ჩვენ შიგნით წარმოების პროდუქცია, ესე იგი წარმოების განვითარებას, რომ რეგიონალურად განვითარდებით. აი ეს იქნება, ეს არის ჩვენი განვითარების მეურნეობაში რო ჩაიდოს თქვა დიდი თანხები. დიახ, ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას გამოიწვევს, ემიგრანტების დაბრუნებას გამოიწვევს და საერთოდ გაჯანსაღდება საერთო ფონი, საზოგადოებრივი ფონი გაჯანსაღდება, მაგრამ
ამის ნებას ის გარეშე ძალები არ აძლევენ, თორემ ჩვენ მთავრობაში არიან, ვისაც ასე ესმით. ეს ყველაფერი იციან, ძალიან კარგად იციან, ასე ვფიქრობ მე და ასე არის, მაგრამ მათი ესე იგი წრეხის ქვეშ არიან ესენი და ამიტომ თუ ესე იგი ნება იქნება რომ აი ამ მეორე ფრონტის გახსნა ჩვენი მთავრობა დიდი პროფესიონალურად შეეწინააღმდეგა ვერაფერი ვერ უქმნით. ამიტომ იმედი მაქვს რომ თუ ჩვენი ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას რომ ეკონომიკურ პროგრამაშიდაც ესე იგი თავისი პოზიციები მყარად ესე იგი დაიჭიროს მათ წინააღმდეგ მათი ზეწოლის მიუხედავად და განახორციელოს ისე პრინციპულად დგას სახელმწიფო მე ესე ვიტყოდი რომ უკვე აღარ არის ისე რომ ყველაფერს ითვალისწინებს. რა თქმა უნდა ამით სახელმწიფო სუვერენიტეტი გაიზარდა სახელმწიფო რომ აი კოლონიალიზმიდან დაძვრენის იმაში ვარ ჩვენ ახლა აი ამ კოლონიალიზმის დაძვრენის პროცესში ვართ და ეს ერთბაშად ვერ ხდება არ მოხდება ეს ხდება თანდათანობით დიდი სვერპლი დიდი უბედურებები დიდი კრიზისებით ისე არ ხდება ძალიან ესე იგი რომ გადახვედა კოლონიალური დაძვრენის ესე იგი ძალიან ძნელი არის და ამიტომ ჩვენი მთავრობის მიზანი არის ეს ისე გადალახოს რომ არც მწვადი დაწვას და არც შამფური როგორც იტყვიან თან მე მგონი ხალხი მაინც მიჩვეული იყო ყველაფერი რო ხერა 70 წელიწადი ბატონო შმაგი ისე რომ იცხოვრებ რომ არაფერზე პრობლემა არ აქვს ხო თქვათ რა თქმა უნდა უცბათეს უკვე აღარ გაქვს ეს მე მგონი ესეც რაღაც დიდი სტრესი არის თვითონ ადამიანისთვის მისაღებად მე მგონი დავიბენით ესე ვფიქრობ მე 35 წელიწადი კი გაგვიგზელდა ძალიან ნუ არა ჩვენ უნდა საბჭოთა კავშირი დაშლა იყო დიდი სპეცოპერაცია გაკეთებული მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით და ეს სპეცოპერაცია მოიცავდა მრავალ ფაქტორებს იდეოლოგიური, მატერიალური ეს ყველაფერი მამის ერთობლივ პროპაგანდისტული, კულტურული სხვადასხვა ფაქტორები იყო და ამიტომ ქართველი ხალხი იქნა დეზორიენტირებული, დეზორგანიზებული და რაღაცა ილუზიებში და ფანტომებში. აი იმიტომ ვიძახი, ეხაც მაინც ილუზიებში ვართ, იმიტომ რომ კიდე ამ ევროკავშირზე ვართ ჩამოკიდებული და გონია რომ ეს არის ერთადერთი გადამჩენელი ყველაფერი პრობლემის მომხსნელი და ეს ხალხში ძალიან არის აი დღემდე ხა მე რომ უსმენ ხოლმე განსაკუთრებით ჯენზი თაობას აი მაგათ ხო ჯერათ რომ ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენის რა და იმასაც წუხა რომ შეიძლება ოთხა საერთოდ სამუშაო ადგილებზეც რო ვერ წავიდეთო ეგეც კი ანუ ეშიდიათ შიში არის ძალიან დიდი შიში იმიტომ რომ ნუ სიმართლე რო ვთქვა არ არის ხო სამუშაო ადგილები ესე ეხლა რომ ახალგაზრდას არ აქვს თავისი ენერგიის თავისი ცოდნის ინტელექტისა და თავის უნარების გამოვლინების საშუალება ებლოკება დაბლოკილია ის იძულებული ხდება სხვაგან იძებოს ესე იგი გააკეთოს კარიერა და სხვაგან იძებოს ეს ასია სამწუხაროდ და ამის მიზეზი არის რომ ის ჩვენი განათლების სისტემა აი მთლიანად ჩვენი მარტო ეკონომიკა კი არა განათლების სისტემა ყველა ეს განათლების სისტემა ჯანდაცვა ეკონომიკა კულტურა ყველა შინაგანი პოლიტიკა თუ გარეო პოლიტიკა საგარეო პოლიტიკა ყველაფერი ეს არის ესე იგი რომ ჩვენ შიგნიდან ვერ მართავ ჩვენ არა ვართ დამოუკიდებელი ჩვენი მთავრობა ამ 30 წლის მანძილზე არ იყო იმართებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან ეს ვიცით ელჩი მართავს და აგერ ახლა რა უნდა თქვა იმაზე რომ როდესაც ამერიკის ელჩი წვითავდა ავტომანქანის პარკირების საკითხს კელიდეგნანი აგერ ახლა წელიწადნახევრის უკან ხო და ამის შემდეგ ჩვენ რა ესე იგი როგორ გითხრათ რა იმაზე უნდა ვისაუბროთ სახელმწიფოებრივ ინტერესებზე უნდა ვისაუბროთ ამის შემდეგ ესე იგი ის პოლიტიკური ძალები რომელიც საქართველოში არიან ასე ჩაფრენილი ხო გარეგანი ძალები ისინი ამას არ დაუშვებენ თავიანთი მექანიზმი აქვთ მაგათ თავიანთი მექანიზმები როგორ ესე იგი ახალგაზრდობა როგორ მოაქცევენ თავიანთ ესე იგი ცრუ ილუზიებში თავიანთი პროპაგანდის ქვეშ იმიტომ მინდოდა რომ ჩვენ აი აგიხსნათ ჩვენთვის რომ ეს არ არის ერთ-ერთი არავითარ ჩვენ დასავლეთს ჩვენ უნდა განვაცხადოთ უკვე დრო არის მე მგონია საქართველოს ბოდიშით რო გაწყვეტინოთ ნებისმიერი კავშირი მე მგონი რაღაცას გართმევს მაინც შენსას აი რა ნებისმიერ კავშირში გაწევრიანება არა ეს შეიძლება ასე საკამათო ის არის ჩვენ საქართველოს უნდა იყოს ყველასთან კარგად ჩვენს მეზობლებთან ყველა სახელმწიფოებთან უნდა იყოს კარგად ჩვენ არ უნდა ვიყოთ არც ერთი სახელმწიფოსათვის კონფრონტაციის ადგილი
და არც ერთი სახელმწიფო ჩვენი მეზობლები ყოველ შემთხვევაში არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ აი საქართველოსდან მე ხვალ საფრთხე მოდის ან ხზრეკ ან დღეს საქართველოსდან ჩემსკენ მოდის საფრთხე, რომ საქართველოში ისეთი ძალები ბატონდებიან, რომ ჩემსკენ არის საწინააღმდეგო ძალები. აი ეს არ უნდა იყოს. ხო, ეხლა ჩვენ ისიც აგვაქვს, ეხლა რუსოფობიაც გვჭირს და თან კიდე რუსეთზეც ძალიან ანტირუსულისა საზოგადოებაში. არა და ეხლა ჩვენი მეზობელია, მასთან მე ვფიქრობ, რომ ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობები. პირველი ჩვენი კატასტროფის დაწყება იყო ის, რომ საქართველოში სახელმწიფო და საზოგადოებრივ დონეზე გაჩაღდა ანტირუსული კამპანია, რუსოფობია. ამან ჩვენ მოგვიტანა ძალიან დიდი უბედურებები და ძალიან დიდი ტერიტორიების დაკარგვა და ესე ადამიანის სორფლად კიდევ ეკონომიკური კუთხითაც ჩვენ კარგია რომ გქონდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთი არის ჩვენი დიდი ბაზარი, ეკონომიკური ბაზარი. რუსეთის ბაზარზე ნატრობს მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო ამხელა ბაზარი არის რუსეთი, რომელიც ითვისებს ყველა ესე იგი რაც არ უნდა ეს ყველანაირ იმას მოიხმარს და რუსეთის ბაზრისათვის ესე იგი ოცნებობენ დიდი კაპიტალისტური ქვეყნები. რუსეთის აი ახლა სანქციები დაუწესეს რუსეთს 22 წლიდან, ხო? თვითონ გერმანია გაკოტრდა, გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში წავიდა. მთელი დასავლეთ ევროპის ეკონომიკა, რომელიც ჩამოიჭრა რუსეთის ეკონომიკას, რომელიც იყო წლებით შექმნილი, ხო? 90 წლიდან, რომელიც უკვე მიმბული იყო რუსეთის ეკონომიკიდან, თავისი ენერგომატარებლებით, იაფი გაზით, იაფი ნავთობით, ხო? მიმბული იყო და გასაღების ბაზარი იყო რუსეთი თავიანთი პროდუქციის. და ესენი ამათმა ჩამოჭრეს და უკვე რეცესია დაიწყო რუსეთში. ესე იგი ჩვენ ესე იგი როგორ მე ყურს მეზობლის ჯინაზე ყურს გავიყინავ, აი ესე რუსების გამოთქმა არის, ხო? აი ასე დაემართა. ამიტომ ყველა ის სახელმწიფო რომელიც ცდილობს რუსეთის ბაზრისაგან ესე იგი მოცილებას, ის განიცდის კრიზისს. ის ეკონომიკურ აღმავლობას არ და პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. აი ხო და კაპიტალიზმში ბატონო სმაგი ვერ ვისწავლეთ ცხოვრება. ვერა ჩვენ ვერ ვისწავლეთ ცხოვრება, იმიტომ რომ ჩვენთან კაპიტალიზმი როგორ გითხრათ, ჩვენთან არ ამბობენ ჩვენთან კაპიტალიზმი რომ არის, ჩვენთან არის დემოკრატია. ხო, დემოკრატია ჩვენთან არის და ჩვენ ვართ კოლონიალურ დამოკიდებულებაში ვართ. და როდესაც სახელმწიფო არის კოლონიალურ დამოკიდებულებაში, მას გინდ კაპიტალიზმი უწოდე, გინდ ფეოდალიზმი, გინდ პირველყოფილი, გინდ კომუნიზმი, ეს ილუზია იქნება. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა სახელები დავირქვათ. მაგრამ ესეც ილუზია იქნება მორიგი. ამიტომ სახელებისა და იარლიკების იმას ჯობია. საქმეზე გადავიდეთ. ესე იგი საღად შევხედოთ პროცესებს, რომელიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს, გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომლიდანაც გამომდინარეობს შემდეგ ეკონომიკური პროცესები, რომელიც შემდეგ არის მოსახლეობის კეთილდღეობის, სოციალური და კეთილდღეობის საწინდარი. აი ამას უნდა ესე იგი მივაქციოთ ყურადღება და იმედი მაქვს ჩვენი მთავრობა, რომელიც ძალიან მდგრადად გამოიყურება ამ მხრივ დღეს, აი ამასაც მიაქციოს ყურადღებას და ესე იგი თავის დასკვნებს შესაბამის დასკვნებს გააკეთებს. არა, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ამ ბოლო პერიოდში მე ვატყობ, რომ ისე მედგრად განან ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები, რომ მე მგონია, რომ ამიდან გამოვალთ მათ ამ მდგომარეობიდან. ნელ-ნელა ყოველ შემთხვევაში დრო ალბათ დაგვჭირდება კიდე ესე მარტივად არ მოხერხდება, იმიტომ რომ ეს ოპოზიციაც თავისას მაინც აკეთებს რაღაცას. მაგრამ ვთვლი რომ მაინც რაღაცა ცვლილებები მოხდება. იმიტომ რომ ეს ყველას ინტერესებშია, მათ ინტერესებში, ხელისუფლების ინტერესებში არის საქართველოს სუვერენიტეტის გამტკიცება, ომისა და იმ დიდი ის თავის არის კატაკლიზმისა და რომელიც ჩვენს ირგვლივ უკვე მიმდინარე, უკვე გაჩაღებულია. ახლა კიდევ სომხეთის მოვლენებს კიდევ არ სომხეთის მოვლენები იგივე მდგომარეობაში როგორც ჩვენ. და რა სომხეთს ეთყობა ამზადებენ კიდევ ახალი ფრონტის გასასწრებლად ამ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ეთყობა ამზადებენ და მე არ ვიცი სომხეთის ხელისუფლება ამას როგორ გააკეთებს, სომხური საზოგადოება ხალხი ამას აგერ არჩევნებში როგორ მიიღებს, მაგრამ თუ ეს ამერიკის ნება გაქთა და ეს ისევ სომეხი ბრძენი ხალხი ისევ ამას ესე იგი
ამას დაეპყრო ძალიან დიდი საფრთხე ემუქრება სომხეთს, როგორც სახელმწიფოებრივი არსებობის მხრივ. იმიტომ რომ ირანი და რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, ესე იგი სომხეთში ანტიირანული და ანტირუსული, ესე იგი ძალების მობილიზებას, როგორც საქართველოს და თუ სომხეთში ეს ამერიკელებმა განახორციელეს, თავიანთი პლაცდარმი გააკეთეს სომხეთში, საქართველოს ამას მიემება, საქართველოსთან მოითხოვენ იმას, რაც საქართველოსთან იქნება ძალიან დიდი წინეხი შემდეგ. აუცილებლად, იმიტომ რომ სომხეთში ისეთი გეოგრაფიული, პოლიტიკური, ესე გეოგრაფიული მდგომარეობა უკავია, რომ სახმელეთო გზა, დამაკავშირებელი გზა არის მარტო საქართველოსთან. და იმიტომ იმ სამხედრო თვითების ბატონოშმაგი გადავჩებით ამ ხო, იმედი მაქვს გადავჩეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საშიშროება არის. იმიტომ რომ ჩვენ თავრობას დღეს არავინ არ შეეკითხება, რა თვითებს შემოიტანს სომხეთისაგან მიმავალი ამერიკის შეერთებული შტატები და აი სხვა ნატოს წევრები, არავინ არ შეეკითხება. აი ამიტომ მინდა რომ ესე იგი ეს პროცესი ძალიან ფილიგრანულად უნდა გაიარო ჩვენ მთავრობა, როგორც აქადი ახერხებდა. დიახ, მართალი ბრძანდებით. დიდი მადლობა სასიამოვნო საუბრისთვის, ჩვენი დროც ამოიწურა უკვე. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. მშვიდობა მოგცემთ ღმერთმა. მადლობა.